Hello, YouTubes! როგორ ხართ? მე 2022 წლის მერე პირველად გამოვედი დღეს მარტო საბოდიალოდ ლონდონის ქუჩებში. და რაღაც ყველა დეტალი ისე მეუცხოვება და მეუცნაურება. მეტროთი დაწყებული, საერთოდ ყველაფერი. რაღაცა ისე ვარ ცარიელივით, ეხა მარტო რომ დავდივარ ქუჩებში. სხვათა შორის ძალიან მომნატრებია ლონდონში ფეხით გამოსეირნება, მე რამდენი ხანია და ადრე სულ დავბოდიალობდი ხოლმე ესე მარტო. ძალიან კაი ამინდია, უბრალოდ ცოტა ქარია. ისე დამცხა, მაგრამ თბილი ჟაკეტი ყოველ შემთხვევაში წამოვიღე. სხვათა შორის ლიბერტიში, ამ შენობაში ნამყოფი არ ვარ და მეც მიკურს როგორ არ ვარ, ძალიან ცნობილი დეპარტმენტ სტორი არის და ძალიან დიდი ხანია მინდა რომ მივიდე და როგორც იქნა მოვუახლოვდი სკეჩს. ჰელო! მითმები აიფუცა, გადაიფუცა და განადგურდა. როცა დაწესებულებაში შუადღის ჩაის ჯავშნი არის ასეთი სეტ მენიუ, საიდანაც არჩევ რომელი არომატის ჩაი გინდა, ამატებ თუ არა შამპანიურს და ასე შემდეგ, ხოლო კერძები, სენდვიჩები და დესერტი არის გაწერილი და სტანდარტულად მოდის ერთი და იგივე, შენ თვითონ არ არჩევ. მე ამ შემთხვევაში შევკვეთე ვანილის ჩაი, ვერ გეტყვით რომ რაღაც განსაკუთრებულია, რაც სხვაგან არ დამიღებია. მაგრამ არა უშავს. ბრიტანელები ჩაიში როგორც წესი ამატებენ ხოლმე რძეს და სხვათა შორის ძალიან მიყვარს. ეს სენდვიჩები კი არის შუადღის ჩაის განუყოფელი ნაწილი. შუადღის ჩაის ტრადიცია 1840 წლიდან დედოფალი ანას პერიოდიდან მოდის, როცა მას მუშივდა და წასახელსებლად მოითხოვა რაიმე სენდვიჩი ჩაისთან ერთად. სწორედ ამ დროის შემდეგ დღემდე პოპულარობით სარგებლობს ინგლისში შუადღის ჩაი. სკეჩის ეს საპირფარეშო ძალიან პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში და შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც კი იცით, რომ ეს თეთრი კვერცხები, რომელიც ალბათ ბევრი სელებრიტის სურათში გინახავთ, სინამდვილეში არის საპირფარეშო ცალ-ცალკე. ეს დეკორაციები კი აქ მუდმივად იცვლება თემატიკიდან გამომდინარე, საშობაოდ, საზაფხულოდ, სააღდგომოდ, რაიმე სპეციალური ივენთიდან გამომდინარე, როგორც მაგალითად ახლა იყო სკეჩინ ბლუმის პერიოდი არის და ვინი-პუხის თემატიკით არის გარემო მორთული შიგადაშიგ. ამასობაში დესერტების დროც მოვიდა სანდვიჩების შემდეგ, ესეთი სხვადასხვანაირი პატარა დესერტები არის და რა თქმა უნდა ბრიტანული სკონები, ტრადიციული. ბევრ რეგიონში დღემდე დაობენ ხოლმე ბრიტანული სკონები, როგორ ჭამონ ჯერ კრემი წაუსვან და მერე ჯემი თუ ჯერ ჯემი და მერე კრემი. ეს თაფლის ნამცხვარი საკმაოდ გემრიელი იყო, მომეწონა, ცოტათი ტირამისუს წააგავდა გემოთი. ეს სკონები კი საკმაოდ ფუმფულა და თბილი იყო, მიმტანმა როცა მომიტანა, ეგ მითხრა, რომ სანამ თბილია, გირჩევ რომ ჭამო. ჩემ შემთხვევაში როგორც ხედავთ, ჯერ კრემი წაუსვი და შემდეგ ჯემი. არ ვიცი რომელი უფრო სწორია. დესერტი რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ შევჭამე და წასაღებად ჩავადებინე როგორც ყოველთვის. მე ხო რაღაცა ვერსად ვერ ვჩერდები და წამოვედი. დესერტი რა თქმა უნდა ვერ დავასრულე ადგილზე და ესეთი საყვარელი take away box-ით წამოვიღე. სანამ მე სკეჩი მოვიარე, მოიღრუბლა, მაგრამ მომწონს. იმიტომ რომ მზე წაღან ძალიან მაწუხებდა და სათვალე სახლში დამრჩა. წავედი ახლა სახლისკენ. სადმე გამოსვლა ხო ძალიან მინდა ხოლმე და ეხლა ძალიან კაი განტვირთვა იყო. მაგრამ ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ და ჩემ რუტინას როდის შევუდგები. არ ვიცი კარგია თუ ცუდი. ასე რომ ვარ სახლში მოსახლურებული ყოფნა და ჩემ რუტინაში ყველაფერს მირჩევნია. ეხლა ჩემ ამბებში ვიყავი, რაღაცას ვიღებდი და უკნიდან უცებ ქართული ლაპარაკი მესმოდა და ისე დავიბედი და ავირიე. ხო შევხედი ამ გოგოს შევაშტერდი თვალებში, ალბათ იფიქრა ამას რა უნდა. ძალიან მაგარი იყო. უცებ მეთქი, რაღაცაში რო ხარ ჩართული და
რაღაც რომ იგახედებს და რომ დაგაბნებს აზრზე რომ ვერ მოდიხარ, იმიტომ რომ რაღაცას აკეთებდი. აი წეგან ვიდეოში ვახსენე რომ დასაწყისში 2022 წლის მერე არ ყოფილვარ ლონდონში ესე ფეხით მარტო გამოსული თქო. ალბათ კითხვა დაგებადებათ რატო 2022 წლის მერე 4 წელი გავიდა. ვინც არ იცის რა თქმა უნდა იმისთვის გულისხმობ. ეხლა მე თან ტელეფონს ჩაბღაუჭებული ვარ რომ არ გამტაცოს ვინმე, იმიტომ რომ ლონდონში normal day არის ტელეფონის წარსმევა ხო და სანამ გაჩერებაზე მივდივარ, გეტყვით მაგასაც თუ ვინმეს დაგებადათ კითხვა რატო 2022 წლის მერე 2022-ში საახალწლოდ რო წავედი თბილისში, აღმოვაჩინე რომ ორსულად ვიყავი. ეს როგორც კი გავიგე, ბევრი არც მიფიქრია. ეგრევე გადავწყვიტე რომ ორსულობას და ბავშვის გაჩენის პერიოდსაც გავატარებდი საქართველოში. რიგი მიზეზების გამო. თუ გინდათ ამ მიზეზებზე მე შემიძლია ცალკე ვიდეოც ჩავწერო. ხო და ერთ სიტყვით, სანამ ის 9 თვე ორსულად ვიყავი საერთოდ არ წამოსულა UK-ში, მერე ბავშვი 7 თვის რო გახდა, მაშინ წამოვედით ლონდონში და ნუ ეხა პატარა ბავშვით მარტო რატო უნდა წამოსულიყავით, ანუ ოჯახურად დავდიოდით, ასე უფრო მოგწონდა და ასე გვიხერხდებოდა. ისევ საქართველოში მერე შარშან ზაფხულს ერთ სიტყვით ზაფხულობით ჩამოვდივართ ხოლმე ლონდონში ძირითადად და წელიწადში რამდენიმე თვით ასე ვთქვით. ხო და რაღაც ის ემთხვეოდა რომ არ და ვერ გამოვდიოდი ხოლმე მარტო რა ესე საბოდიალოდ. ხო და ეხა მომიხერხდა და ესე გამოვბოდიალდი და რაღაცა დაუბრუნდი იმ პერიოდში, დავიწყებული მაქვს მარტო მოქცევა. მე მგონი ლონდონის ქუჩებში, აი მეტროც ისე მეუცნაურა, ხო გითხარით. ხო და ჩემ უკან გოგო ქართულად ლაპარაკობდა თქო რო გითხარით, ისიც ვიღაცას ეუბნებოდა ტელეფონში რომ ყველაფერი დამავიწყდაო. დაახლოებით ეხა მე რასაც ვამბობ რომ რაღაცა უცნაურად დავდივარ მარტო და დამავიწყდა მარტო სიარული როგორია. მე მგონი ეგეც რაღაცა მაქნემებში იყო, მაგრამ ალბათ ის უბრალოდ დიდი ხანი არ იყო ლონდონში ნავყოფი. ამ Uniqlo-ს ხო Uniqlo არის ეს ხო Uniqlo-ს ზედებს აქებენ მაისურებს და ეგეთ რაღაცებს ძალიან და ეხა ხო არ შევირბინო და შავი მაისურების სუ დეფიციტი რომ აქვს ხო არ ვიყიდო. მოდი უცებ. აი ასეთ basic მაისურებს გულისხმობ, აი მოკლე სახელოიანებს, აი გოგოსაც ვია მოდელს, მანეკენს 14 და 95 მშვენიერი ფასია. ვფიქრობ რომ შავს ავიღებ და კიდე ეს ფერიც მომწონს, მაგრამ რაღაც ჭრელი არ მინდა, ამიტომ იყო შავი და თეთრი. შევედი, ყველგან თვით გადახდა არის. ვიღე და არა შავი და თეთრი. Are you member? No. 2 item, yes. Confirm and pay. Would you like a paperback? Yes, I would like. And ვიხდი კარდი. აი მე კითხება გამოგიგზავნოთ ელექტრონულად და მხოლოდ დაბეჭდილს დავეთანხმები მე. საფასაღები აქ ჩემი რომელია რა გავიგე. რაღაცა მახსოვდა რომ Uniqlo უფრო იაფი ღირდა. რაღა იაფი მინდოდა არ მკითხოთ ახლა. ჩვენად ჯომელონის ვიტრინი. ლამაზია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს ვიტრინების დათვალიერება. ვიღაცის ხო არ მშურს როლიკებით რო დატასაობს ლონდონში. ერთი მე როდის ვიშხუილებ ეგრე როლიკებით რომ თლად ლონდონის ცენტრში გამოვიდე. მაგამდე მე მგონი ძალიან ბევრი მიკლია. მაგრამ ცოტა შემშურდა, ცოტა არა ძალიან შემშურდა. მოვახციე სახლამდე თითქმის. წავედი ახლა ვფიქრობ მაღაზიაში შევიარო თუ არ მინდა. რომ არ მახსოვს პიცის ინგრედიენტები მაქვს, თორე ჩემს მინდა რომ პიცა გავუკეთო საღამოს. თალე დღე რო არ ვიყავი, ცოტა სიუპრის ხო იმსახურებს. ისე მე სკეჩი ვიყავი, ახლა მესამედ და აი სამივე ჯერ იყო ცოტათი და ახლა ძალიან გაფუჭებული სიტუაცია. საერთოდ არ მომეწონა ახლა გულწრფელად რო გითხრათ, მაგრამ რა ვიცი, მაინც ალბათ ერთ-ერთი კაი ადგილია, სადაც შუადღის შაიზე შეგიძლია წახვიდე. თუმცა რიცი მაინტერესებს თავისუფალი დრო არ იყო ჩემთვის საღამოს იყოს საღამოს საათები, სადღაც ივნისამდე რა და ეგრე შორს აღარ გადავიტანე. 2021-ში რო ვიყავი პირველად
იდეალური იყო, ძალიან მომეწონა ეს ჟაკეტი რანაირად მაგ შემოხვა ჩემი ლუკი. თან გზაში ვტკბები, ეს ნახეთ რა სილამაზე ფერია, აი ამ ტონის წითელზე ვგიჟდები, ეს მოძრამი არ მომიწვრია. აქვე დავაბრუნავ თავის ტერიტორიას. ესეც რა სილამაზეა. ყველა ყვავილი ერთმანეთზე ლამაზია ქუჩაზე რაც კი ხდება. მოკლედ ახლა ვიყავი ერთ ძალიან აიკონიკ ჩემი შვილი მყერსთან. ერთ აიკონიკ კოფი შოპში. ეხლა კადრებს რამდენად ჩავსვამ არ ვიცი, იმიტომ რომ პორტრეტით ვიღებდი და ლენდსკეიპზე YouTube-ისთვის გადაღება დამავიწყე. ჩემთვას დიდად ნუ შეიმჩნევდი, იმიტომ რომ ისე ნაუცბათებად გამოვედი, რომ ვეღარ მოვასწარი გაკეთება და სხვათა შორის ყველაზე მეტად ვერ ვიტან თმა რო არ მაქვს წესრიგში, აი რაც არ უნდა გავიკეთო, კაპიკია ჩემი ფასი. და ეხლა ვფიქრობ, რომ სადმე დავსხდეთ და ვჭამოთ საუზმე. მაგრამ თან ისეთ არ მინდა რომ რაღაც ძალიან ტურისტული ადგილი ავარჩიო. აქ Joan's Juicy არის და ხო არ ავიღო საერთოდ წვენები. დედი, წვენი გინდა? ოკეი. გადავიდეთ მაშინ. აქეთ უნდა გადავიდეთ, იმიტომ რომ აი იქ წვენი უნდა ვიყიდოთ. წვენი რო აინთება, ხო? აბა ვიყიდოთ წვენი. რისი წვენი გინდა და აი ასეთი არჩევანი არის სუზების ნაირსახეობა და ისე მოიღრუბლა რომ მე მგონი უნდა იწვიმოს და აუ მე ხო ვიტრინების გაფორმება ძალიან მიყვარს და ნახეთ რა კაია. როგორი საზაფხულო ვაიბი აქვს. ეხლა შემოვიარე, John Lewis-ი არის აქ department store-ი. საერთოდ ვეღარ ვშოპინგობ ფიზიკურად, მარტო ონლაინ. ეს სათვალე და ზოგადად Tom Ford-ის სათვალეები ძალიან მომწონს ბოლო დროს. რა სიტყვით. ძალიან მომეწონა. მე მგონი მინდა. რა ღირს. Abercrombie & Fitch შემომხვდა გზაში და ძალიან მაინტერესებს რაებია ერთ შევიარო უცებ. ძალიან საყვარელი მარწყობიანი კოლექცია არის, აი ძალიან cute. ეს კაბა მომეწონა ძალიან. ეს 70 ფუნტი. აი აქეთ არის კიდე ლამაზესი საზაფხულო კაბა. აი სადღაც რო უნდა იშრიალო ზღვის პირასან შატოში, რა ვიცი. ან უბრალოდ ჰოლიდეის. ძალიან ლამაზი, შორიდანაც გაჩვენებთ. აი ჩაცმული მანეკენზეც. უბრალოდ ეს იქნება უპრეტენზიულესი. ისამშია გული მინდის და აქ გვაქვს ქართული რესტორანი. და გადავწყვიტე რომ ქართულში შევიდე. სადღაც აქ უნდა იყოს და მე მგონი დავინახე. ღია სამზარეულოა, მშვენიერი ინტერიერი. ჩვენ გარეთ დავსხედით, მშვენიერი გარეთ დასაჯდომი სივრცე აქვს ამ რესტორანს და ეხლა უნდა შევარჩიოთ სასწრაფოდ საჭმელი, თორე ძალიან მშია მეც და ჩემ შვილსაც. უკვე იმდენი რამე არ მომწონს, სხვათა შორის ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ შორიდან რაღაც ძალიან ველოდებოდი აქ წამოსვლას დღეს კი აქ შემხვევით, მოხდი აბსოლუტურად დაუგეგმავად, მაგრამ მაინტერესებდა სულ ეს ქართული რესტორანი და ჯერჯერობით რაღაცა ბევრი ნიუანსი არ მომეწონა. იმიტომ რომ საერთოდ არ მინდოდა ახლა სტარტერი ბავშვთან ერთად ვარ და ჩემი პრიორიტეტი არის აქ რომ ჭამო, ხაჭაპური ვაჭამო ბავშვს, მე ხინკაფი ვჭამო და წავიდე. ხო და თურმე პერსონალი კიდე ელოდებოდა რომ ეს სტარტერი შემეკვეთა რომ მე მოვიტანათ მთავარი კერძების მენიუ კი არა და კერძების მენიუ ზოგადად და ამდენი დრო sorry სარელაქსაციო თუ არ ვარ მე მგონი ისედაც მეტყობა რომ შემომხედა იმიტომ რომ უბრალოდ ჭამა გვინდა ქართული რესტორანი ავირჩიე რაღაცა საპორტის და სურვილის გამოც ხა მარტო საპორტის გამო არა რა თქმა უნდა
მეორე კიდე რაც არ მომეწონა, რავი, ალბათ 5 ჯერ მკითხეს, მინდოდა თუ არა წყალია სხვა რამე სასმელი და არ მინდა წყალი. ეხლა სასეირნოდ ვარ, ეს ისეთი ტერიტორიაა, რომ აქ მარტო რესტორნისთვის ალბათ იშვიათად მოდიხარ, მე ესე მგონია. ხოდა ჩვენ გზაში ხა ამ ბლოგშიც ნახეთ, ვიყავით უკვე ორ ადგილას, სადაც ბევრი რამე დავლიეთ. ბავშვს წყალი აქვს თან ბავშვს თავის ბოთლში. აი ეს ყველის ხინკალი ტროფელით და ასე შემდეგ ცოტა გათანამეჯროვებულია. ლობიო საინტერესო ჩანს, მაგრამ ახლა ხინკალთან ერთად სხვა რამის ჭამა. აი ეს არის ჩვენი ხაჭაპური, ძალიან საყვარელია, ძალიან ნორმალური პორცია. ესეც ხინკალი პორციაში ყოფილა 2, მაგისთვის არ შემიხედია ნამდვილად. კარგად წამიკითხავს ძალიან ლამაზად გამოიყურება. საერთოდ ჯამში 7.5-ად შევაფასებდი. ყველაფერი ერთად რო შევაჯამოთ, ინტერიერი, სერვისი, კერძები, ფასები, ლუარი ჩემ წინ და მე მგონი რომ უნდა შევირბინო. დიდი ხანია თვალი მიჭირავს ერთ ელასტიკზე. Baby blues-ზე ვგიჟდები, ეს რა მაგარია და თან რო პრიალებს, ოღონდ ზომიერად. ეხლა დამირეკა ჩემოქმრობა და მომცა დავალება რომ თავის მეგობრის დაბადების დღეა და რამე საჩუქარი უყიდეო და ეხლა აქ ვიშევალ ლიბერტიში. ლიბერტის უბრალოდ ესი არ გადავიღებ ხა. იმიტომ რომ ეგ ადგილი იმსახურებს ცალკე ვიდეოს. ხო და ახლო მომავალში ლიბერტის ვიდეოს ცალკე დავდებ YouTube-ზე. ან Instagram-ზეც და YouTube-ზეც. Tanto l'amico